მოგესალმებით. დღეს დავიწყებთ სტიქიების და ჯვრების აღწერას. ჩვენ წინა ლექციაში ვახსენეთ, რომ იყო თავდაპირველი სუბსტანცია ეთერი, რომელიც იყო შემკრები ამ 4 სტიქიის და სიცოცხლის გამოვლინებელი. ეს არის სხვადასხვა კულტურებში ჰქონდა სხვადასხვა სახელი, თუმცა ფუნქცია და დანიშნულება ერთი და იგივე ჰქონდა ამ ყველაფერს. ზუსტად ამ 4 სტიქიაზე ვისაუბრებ დღეს. ეს არის ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი და გავიხსენოთ ასევე პირველ ლექციაში ნახსენები ანალოგიის პრინციპი, როგორც გარეთ, ისე შიგნით, როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ, ხო? ანუ როგორც შეიქმნა სამყაროში სიცოცხლე, ისე იქმნება სიცოცხლე ადამიანში. და ეს 4 სტიქია არ არის მარტო სიმბოლო, ეს არის რეალური ენერგეტიკული რეზონანსი, რომელიც ვლინდება ადამიანის მოქმედებაში, ხასიათში და ასევე განვითარებაში, ხო, როგორ ვითარდება ადამიანი და რა სულიერ გზაზე მიდის. ისინი გვაკავშირებენ ბუნებასთან, გარე სამყაროსთანაც და ასევე საკუთარ თავთან, როგორც ენერგიის გამტარები და ცხოვრებისეული გამოცდილების პორტალები. დაბადების რუკა ზუსტად ამ სტიქიების განაწილების უნიკალური კოდია, რომელიც პირველი ამოსუნთქვით იბეჭდება ჩვენს სხეულს და სულზე და მასი ამ დაბადების რუკის შესწავლა ნიშნავს საკუთარ შინაგან ბუნებასთან დაბრუნებას და ცხოვრების იმ რიტმთან შერწყმას, რომელიც სამყაროს სუნთქვასა და მოძრაობას გამოხატავს. დაბადების ჰოროსკოპი იგება ბავშვის პირველ ამოსუნთქვაზე. ეს არის მომენტი, როცა ახალშობილის ორგანიზმი იწყებს დამოუკიდებელ ენერგეტიკულ გაცვლას სამყაროსთან. და ზუსტად ენერგია, ხო, ეს ნებისმიერი სტიქია და ეს სტიქიები, როგორც სიცოცხლის სამშენებლო ბლოკები, დღეს უნდა ვთარგმნოთ ჩვენ როგორ ვლინდება ადამიანში და ადამიანურ თვისებებში ვთარგმნეთ ამ ყველაფერს. ამ პირველი ჩასუნთქვით კი ბავშვი იწყებს ენერგეტიკულ გაცვლას სამყაროსთან და საკუთარი ცხოვრების რიტმის ჩამოყალიბებას და სინქრონიზაციას ამ საკუთარი რიტმის სამყაროს რიტმთან. და თუ ჩვენ შეგვიძლია ასტროლოგიაში მართლაც რაღაცას მივანიჭოთ ფატალისტური ხასიათი და ჩავთვალოთ როგორც ბედისწერა, ეს არის ამ კრიტერიუმებს ყველაზე უკეთესად და ერგება ზუსტად ის ნატალური რუკა, რომელიც გვეძლევა დაბადების მომენტში, ხო? მე ჩავშლი ზუსტად ამ ყველაფერს, რატო? იმიტომ რომ ზოგადად ამას კარგად რო ვისწავლით შემდეგ ასტროლოგიას, თვითონ პლანეტების მნიშვნელობას ზოდიაქოს ნიშნების აღწერებს რო ვისწავლით კარგად, უფრო მივხვდებით. ეს ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვანე ხა, ერთ-ერთი კარიერული განვითარების ჯგუფში დაიდო ესეთი პოსტი, რომ აინტერესებდათ კვლევის გამო ისეთი ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული პროფესიები. და ეს რადიკალურად განსხვავებული პროფესიების მაგალითად იყო მოყვანილი მხატვრობა და ექიმობა. თუმცა შემდეგ ასტროლოგიას რო უკეთესად ვისწავლით, ვიცით რომ მხატვრობა და ექიმობა ორივე არის ნეპტუნის გავლენის ქვეშ, ხო? თევზების და ქალწულის გავლენა არის ორივე რაღაც დოზით, თუმცა არა მარტო ეს არის. ნეპტუნის გავლენის ქვეშ შეიძლება ასევე იყოს როგორც სულიერება, ისევე უკიდურესი ბომჟობა, დამოუკიდებლობა, დამოკიდებულება უფრო სწორად და 1000 სხვა რამ. ზუსტად ეს არის ის განვითარების დონეები, რამაც შეიძლება გარკვეულ სწორ ინტერპრეტაციებს აგვაცდინოს და ამიტომ აქ უკვე სხვანაირი მიდგომა არის საჭირო. თუმცა ეს ინტუიციური გაგება მერე დროის განმავლობაში აუცილებლად მოდის ხოლმე. ესე იგი, ეს 4 სტიქია განაწილებულია 12 ზოდიაქოში და აქედან გვაქვს ცეცხლის ტრიგონი, ჰაერის ტრიგონი, მიწის ტრიგონი და წყლის ტრიგონი. ტრიადები რა, 3 ზოდიაქოს ნიშანი და თითეული ეს 3 ტრიადის წარმომადგენელი არის ეკუთვნის სხვადასხვა ჯვარს, ასტროლოგიურ სხვადასხვა ჯვარს. ჯვრები ვიცით რომ არის კარდინალური, ფიქსირებული და მუტაბელური. თუმცა ახლა ამას ცოტა მოგვიანებით ჩავშლი ხა ისევ ელემენტებს დაუბრუნდები და გავიხსენოთ კარტერის ფსიქოლოგიური ასტროლოგიის ენციკლოპედიაში ძალიან კარგად არის ეს აღწერილი, იმიტომ რომ შეიძლება აღწერო, მაგრამ მთლიანი არსი ვერ გადმოსცეო რა, კარტერი გვეუბნება, იმიტომ
იმიტომ რომ ისინი არაფერია გარდა ჩვენი მზის სისტემის ძირითადი კანონებისა. ასტროლოგია არის გზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ამ ცხოვრების პრინციპების მუშაობის მექანიზმი, თუმცა მისი სრულყოფილად გაგება მოითხოვს ისეთ ინტელექტუალურ ხედვას, როგორსაც მხოლოდ ამ სტიქიის არქიტექტორს მივაწერთ. თუმცა ადამიანში ჩადებული არის, ადამიანი რო იბადება, ჩადებულია ის პოტენციალი, ანუ რაც უნდა მოვიდეს მასთან, რაც შეიძლება ისწავლოს, ის ცოდნა რეალურად მასში უკვე არის, თუმცა ეს შეიძლება ამ კონცეფციის გაგება ამ ეტაპზე გაგიჭირდეთ, თუმცა მე დარწმუნდებით თქვენ თვითონ ყველაფერ ამაში. ბევრ კულტურაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს 4 ელემენტი იყო, ვიცით, ფილოსოფიური, რელიგიური ან მითოლოგიური ტრადიციების ნაწილი. ამ ტრადიციების უმეტესობა აღიარებს პირველადი ენერგიის არსებობას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც ეთერს. შემდეგ ეს ეთერი გარდაიქმნება და ჩამოყალიბდება ელემენტებად, მსგავსად როგორც დენის ელექტროტრანსფორმატორი ჩვენ სახლებში გვინთებს ნათურებს, ხო? ეს პირველადი ენერგია ცნობილია სხვადასხვა სახელით სხვადასხვა კულტურაში. ეს შეიძლება იყოს პრანა, სიცოცხლის ლაჩი და სხვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ სხვადასხვა კულტურას ამ ენერგიების და ელემენტებისთვის სხვადასხვა სახელი აქვს, მათი არსი არის ყველა კულტურაში ერთნაირი. მაჰარაჯას სწავლება, თვითონ მაჰარაჯა გვეუბნება, რომ არა მხოლოდ ადამიანის სხეული, არამედ მისი გონებაც 5 ელემენტის სუბტილური არსიდან იბადება. თავის ნაშრომებში ის ელემენტებს სხეულის დაბალი ჩაკრების, იქივე ენერგეტიკული ცენტრების და იმ თვისებების შესატყვისობაში აყენებს, რომლებიც უნდა დაიძლიოს სულიერი წინსვლისთვის. ჰაერის სტიქია უნდა დაძლიოს სიხარბე, წყლის სტიქია ბნება, ცეცხლის სტიქია რისხვა, ხოლო მიწა მიჯაჭვულობა. იგივე პრინციპი აქვს ჯოან კუქს ჩამოყალიბებული, ცეცხლის ნიშნის ადამიანები უნდა ეძებდნენ სიყვარულს, წყლის ნიშნის ადამიანები მშვიდობას, ჰაერის ნიშნის ადამიანები ძმობას, მიწის ნიშნის ადამიანები კი მსახურებას. წყალი ვიცით, რომ მიეკუთვნება ასტრალურ ემოციურ სხეულს, უკავშირდება და განასახიერებს ცნობიერების იმ ფორმას, რომელიც ძლიერი სურვილებით, ემოციური რეაქციებით და ვნებებით არის განსაზღვრული. ჰაერი უფრო მენტალურ სხეულთან არის დაკავშირებული და უკავშირდება რაღაც აბსტრაქტულ აზროვნებას და უნივერსალურ გონებას. მიწა სიმბოლურად გამოხატავს ფიზიკურ სხეულს და დაკავშირებულია მატერიალურ სამყაროსთან. ცეცხლი ეთერული სხეულის ნაწილია, რომელიც ჰაერის და წყლის ენერგიებს გარდაქმნის, რათა ფიზიკური სხეულის ფუნქციონირება უზრუნველყოს. ჩვენ ტრადიციულად ვიცით, რომ ელემენტები ორ ჯგუფად იყოფა, ეს არის აქტიური და გამომხატველი ენერგიები, ეს არის ცეცხლი და ჰაერი. მათი ძირითადი დანიშნულება ენერგიის გამოტანა, მოქმედება, კომუნიკაცია, პასიური და შინაგანი ელემენტები არის წყალი და მიწა. ისინი არიან უფრო შიგნით ორიენტირებულები, უფრო დამკვირვებლები, უფრო ემოციურები და სტაბილურები. ეს დაყოფა მსგავსია ინიანის კონცეფციის, ინ უფრო ვიცით, რომ ქალური ენერგიაა და წყალი და მიწა მიეკუთვნება ქალურ ენერგიებს, ხოლო იანი არის მამაკაცური ენერგია და ცეცხლი და ჰაერი უფრო მამაკაცური ენერგიებია. ასევე შეესაბამება როგორც აპოლონურ, ანუ ეს არის ძველი ბერძნული ფილოსოფიის ორი გამოვლინება, აპოლონური ცეცხლი და ჰაერი, აქტიური და ცნობიერი ფორმირება და დიონისური წყალი და მიწა, ეს არის ქვეცნობიერი და ინსტინქტური გამოვლინება. ასტროლოგიური ინტერპრეტაციისას ეს კლასიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წყლის და მიწის ელემენტების პასიურად მოხსენება არ ნიშნავს, რომ ისინი პასიურები არიან, ან უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია. არა, ეს უბრალოდ ნაკლებად ცნობიერნი და ან შეზღუდულები არიან, ამას არ ნიშნავს. ეს ტერმინი მარტო მას ენერგეტიკულ გამოვლინებას ეხება, თვითონ სუფთად ენერგეტიკულ გამოვლინებას, იმიტომ რომ წყლის და მიწის ნიშნები უფრო ჩაკეტილები და ფრთხილები არიან, როცა ენერგიას გასცემენ, ხოლო ჰაერის და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები უფრო თავისუფლად, უფრო ღიად გამოხატავენ, უფრო კომუნიკაციით და ენთუზიაზმით საკუთარ ენერგიას. ხო? ენერგიებთან გვაქვს, სუფთა ენერგიებთან გვაქვს აქ საქმე და ეს კარგად უნდა გავითვალისწინოთ. ახლა როცა სტიქიებზე უკვე შეგვექმნა რაღაცა გარკვეული წარმოდგენა, დაუბრუნდეთ მოდალობებს, ხო? წეღანაც ვახსენე და მათ სამრხევით მდგომარეობას უკეთ გასაგებად გავიხსენოთ მათი სეზონებთან ანალოგია, რაც ასევე წინა ლექციაშიც ვახსენე, ეს არის კარდინალური იგივე საწყისი და კარდინალური ჯვარი არის საწყისი, ხო? ნებისმიერი
სეზონებთან ანალოგიაში ყველაზე კარგად შეგვიძლია ეს გავიგოთ. კარდინალური ჯვარი იწყებს სეზონებს: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხისრქა. შემდეგი არის ფიქსირებული ჯვარი და ეს ფიქსირებული ჯვარი უკვე სეზონის სტაბილური ნაწილია. აქ რაღაცა ცვლილებებს არ ველოდებით, აქ უფრო მყარად ვართ ამ სეზონში შესულები და ვტკბებით ამ სეზონის სიუხვეებით, ხო? ეს არის კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. შემდეგი ნიშნები არის მუტაბელური ნიშნები, იგივე ცვალებადი ნიშნები და ეს არის ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები. ანუ ისინი მარტო დასასრულთან არ არის ასოცირებული, ნებისმიერი გინდა ზოდიაქოს ნიშნის ბოლო გრადუსი, სახლის ბოლო, კუსპიდი, ანუ დაკავშირებულია არა მარტო დასასრულთან, არამედ მას ჩადებულია თესლი, რომ რაღაც ახალი დაიწყოს. ეს უფრო მეტად რო შევალთ ასტროლოგიაში, უფრო მეტად გასაგები გახდება. ესე იგი, ჩვენ აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ 12 ზოდიაქოს ნიშანი ვლინდება 4 ენერგეტიკული მდგომარეობის სამრხევით მოდალობაში. როცა შევისწავლით ჰოროსკოპს, შევისწავლით ზუსტად ამ პირველად ძირითად გამოვლინებებს, რაც ერთიანად ვლინდება თვითონ ადამიანის სიცოცხლეში და მის ცხოვრებაშიც, ხო? ცეცხლი და ჰაერი აქტიურობასა და იმპულსურობას უკავშირდება, რადგან მათ ბუნებრივად გაფართოება და მოძრაობა ახასიათებთ ასევე ზრდა, ხო? მიწა და წყალი სერიოზულობას და ინერტულობას უკავშირდება, რადგან ეს ელემენტები უფრო მძიმედ აღიქმება, ემორჩილება სიმძიმის და ძალას და არის ტენდენცია, რომ ყველაზე დაბალ წერტილში დაგროვდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრინციპები, მსუბუქი და მძიმე ელემენტები, რეალური ენერგიის ნაკადს აღწერს, ხო, რომელიც ენერგიის შეგრძნების ნიჭიც რომ არ გქონდეს, მაინც მარტივად შეგვიძლია გაუცნობიერებლად გვაქვს ამის შესახებ წარმოდგენა, იმიტომ რომ იგრძნობა ნებისმიერ ადამიანთან, როცა ურთიერთობ, ჰაერის სტიქიის ადამიანი, ვისაც აქვს ჭარბად გამოხატული, მასთან ძალიან მარტივია გინდა კონტაქტში შესვლა, გინდა ურთიერთობა. ვისაც ეს უფრო გამოხატული აქვს წყლის სტიქია ან მიწის სტიქია, მასთან მაგალითად წყლის თუ აქვს, უფრო შეიძლება ვთქვათ, რომ რა მძიმე ადამიანია ან რა ემოციურია, ხო? იგრძნობა ის ენერგეტიკა, რაც ამ სტიქიებს აქვს, ხო? აუცილებლად იგრძნობა ნებისმიერ ურთიერთობებში. ეხლა ცეცხლის ელემენტი რო განვიხილოთ, ცეცხლის ელემენტი განასახიერებს უნივერსალურ ამ უმფრქვევ ძალას, რომელიც მოტივაციას, შთაგონებას და ენთუზიაზმს იწვევს, მისი ნათება და სითბო სამყაროს აძლევს ფერს და სიცოცხლეს, ხო? იუნგიც ცეცხლს უკავშირებდა ფსიქიკის იმ დინამიკურ ბირთვს, რომელიც სპონტანურად და თვით მოტივირებულად იღვრება ადამიანის ცხოვრებაში. მარკ ედმუნდ ჯონსი არის ასევე ჯონსის ფიგურები გვეცოდინება ყველას. ცეცხლის ელემენტს გამოცდილებასა და იდენტობაზე კონცენტრირებულობას უკავშირებდა. ამიტომ ცეცხლის ნიშნები ხშირად თვითკმარი და უპიროვნო არიან. ისინი საკუთარ თავს ცხოვრების ენერგიის არხებად აღიქვავენ და ამით ამაყობენ კიდევაც. ცეცხლის ნიშნები ვიცით, რომ გამოირჩევიან ბუნებრივი ოპტიმიზმით, თვითრწმენით, ენთუზიაზმით, ძლიერებით, თვითონ პირდაპირი და გულწრფელი ხასიათით. მათთვის თავისუფლება აუცილებელია, რათა საკუთარი ენერგიის გამოხატვა შეძლონ მარტივად, ამიტომ ისინი ხშირად მტკიცედ იცავენ საკუთარ შეხედულებებს, ასევე საკუთარ სივრცეს. ცეცხლის ნიშნები გამორჩეულად მიზანმიმართულები არიან, მათ შეუძლიათ ენერგიის ფოკუსირება კონკრეტულ მიზანზე, თუმცა არ გამოირჩევიან მოთმინებით და ერთ-ერთი სწრაფად ვრცელდება, ხო, ცეცხლი თუ გაჩნდა, ძალიან სწრაფად ვრცელდება ზოგადად და ზუსტად ესენი არიან, რატო არის დაკავშირებული სისწრაფესთან. ზუსტად თვითონ სტიქიის თვისებები არის გაადამიანურებული და თარგმნილია ადამიანურ ენაზე. ზუსტად ამაც ვაკეთებთ ამ მომენტში ეხა ჩვენ, ხო? ანუ ტენდენცია აქვთ ცეცხლის ნიშნებს, რომ დაიბნენ თუ რაღაცა დაუყოვნებელი შედეგი არ მიიღეს რაღაცაზე, რაღაცას რასაც აკეთებენ. მათი მოქმედების სურვილი არის ბავშვად უშუალო, ეს თვისება ზოგისთვის არის მიმზიდველი, მაგრამ მაგალითად წყლის ან მიწის სტიქიის მქონე ადამიანებისთვის შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ცეცხლის ნიშნები არ გამოირჩევიან ბოროტი განზრახვებით, მაგრამ ხშირად თვითკონტროლის და სხვისი
გრძნობების გათვალისწინების ნაკლებობის გამო უშვებენ შეცდომებს. მათ შეიძლება გაუცნობიერებლად ზიანი მიაყენონ სხვებს, რადგან ისეთი სისწრაფით მოქმედებენ, რომ გვერდით მყოფთა ემოციებს ვერ ამჩნევენ. ცეცხლის ელემენტის ურთიერთობა რო განვიხილოთ სხვა ელემენტებთან, წყლის და მიწის ნიშნებთან ცეცხლის სტიქის წარმომადგენელს უჭირთ ურთიერთობა, იმიტომ რომ მიწა არის სტაბილური ძალიან და წყალი არის მისთვის ზედმეტად ემოციური. ისეთი ემოციური, ანუ ცეცხლის სტიქიაც ემოციურია, მაგრამ ცეცხლის სტიქიის ემოციურობა განსხვავდება წყლის სტიქიის ემოციურობისგან. წყლის სტიქია უფრო ემპათიური, უფრო შინაგანი, უფრო ქალური ენერგიაა და ცეცხლის სტიქიის ემოციურობა უკავშირდება უფრო სპონტანურად, უფრო მამაკაცური ენერგიაა რა, უფრო ხო, უფრო დამპრობლური ენერგია არის ცეცხლის სტიქიის ემოციურობა. წყალთან ცეცხლი გრძნობს, რომ წყალი მას აქრობს და მისი ემოციური სიღრმე არის ცეცხლის სტიქიისთვის დამღლელი. მიწის სტიქია ცეცხლისთვის ზედმეტად დინჯი და რეალისტურია, რის გამოც ითრგუნება ჰაერის ნიშნებთან ცეცხლსა და ჰაერს ძალიან ისეთი თავსებადობა აქვს ძლიერი, რადგან ჰაერი ცეცხლს ანთებს ახალი იდეებით, ღვივდება უფრო ცეცხლი ვიცით რომ სულს რო უბერავთ, ცეცხლი ინთება, ხო, ღვივდება. ხოლო ცეცხლი ჰაერის იდეების მოქმედებაში გადაყვანაში ეხმარება. თუმცა ცეცხლის სისწრაფე ზოგჯერ ჰაერის ნიშნის მგრძნობიარე ნერვიულ სისტემას ტვირთავს. ცეცხლის ნიშნები ხშირად არიან აღფრთოვანებული ჰაერის ნიშნების ინტელექტუალური იდეებით, მაგრამ ძალიან სწრაფად იღლებიან თუ იდეები პირდაპირ მოქმედებაში არ მოდის და არ მოყავთ. ეხლა ჰაერის ელემენტზე გადავიდეთ. ჰაერის ელემენტი სიცოცხლის ენერგიას წარმოადგენს, რომელიც არის დაკავშირებული სუნთქვასთან და ასოცირდება იოგებში პრანასთან. ჰაერის სფერო იდეების სამყაროა და მატერიალური რეალობის მიღმა არსებული არქეტიპული კონცეფციების სივრცე. კოსმიური ენერგია აქ აზრობრივი ფორმით ვლინდება. ეს ენერგია შეიძლება გეომეტრიულ ძალოვან ხაზებთანაც იყოს შედარებული, რომლებიც გონებას ამოძრავებენ და მოვლენების სტრუქტურას ქმნიან. ცეცხლის ნიშნები თავიანთი მძლავრი ნებით ქმნიან ახალ რეალობას, თუმცა ჰაერის ნიშნები კონცენტრირებული არიან ახალ იდეებზე, რომელიც მომავალში შეიძლება განხორციელდეს. ჰაერის ნიშნებს ხშირად არაპრაქტიკულად და მეოცნებეებად მიიჩნევენ, მაგრამ მათ იდეებს ზოგჯერ მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეუძლიათ შეცვალოს. ჰაერის ნიშნები ცხოვრების იმ გამოცდილებაზე ფოკუსირდებიან, რომლებიც თეორიულ ურთიერთობებს უკავშირდება. მათთვის ხელოვნება ენა და აბსტრაქტული აზროვნება თვით გამოხატვის ძირითადი გზებია. მათი ძირითადი მახასიათებელი არის ჰაერის ნიშნების ობიექტურობა და ფართო პერსპექტივა. მათ შეუძლია ცხოვრების ყოველდღიური გამოცდილებისგან დისტანცირება და უფრო მაღალი ხედვის მიღება. ასევე კომუნიკაბელურობა. ჰაერის ნიშნები ყველაზე სოციალურები არიან, რადგან შეუძლიათ სხვების იდეების მიღება, თუნდაც მათ არ ეთანხმებოდნენ. და ინტელექტუალური დამოუკიდებლობა. ისინი არ არიან ემოციურად დამოკიდებული სხვებზე და მათთან კომუნიკაცია უფრო გონებრივ ურთიერთობებზე არის მათთვის დამყარებული. მათი სუსტ მხარეებად შეგვიძლია მივიჩნიოთ გონებრივად დაუბალანსებლობა, ექსცენტრიულობა, ამის გამო შეიძლება ექსცენტრიულები გახდნენ, ხშირ შემთხვევაში მერწული შემთხვევაში ხდება და ან ფანატიზმი, ესეც ხო ახასიათებთ რაღაცა კონკრეტული იდეებს, ფანატიზმში გადასვლა. ჰაერის ზოგადად ნებისმიერი იდეა რაც იდეის დონეზე არის ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი. თვითონ სიტყვა იდეა ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება. ფიზიკური სხეული საჭიროებები შეიძლება უგულებელყონ და რეალურ სამყაროს ჩამოცილდნენ და ინტელექტის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭების ტენდენციაც აქვს, ისე რომ არ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. ეს არის მათი უარყოფითი მხარეები. ჰაერის ნიშნები ხშირად თავს საფრთხეში გრძნობენ, როცა მათი აზრები არის რაღაცნაირად უღარყოფილი, ან მათი ინტელექტუალური უნარი არის კითხვის ნიშნის ქვეშ. მათი ურთიერთობა რო განვიხილოთ ახლა სხვა ელემენტების ნიშნებთან, მიწისა და წყლის ნიშნები ჰაერის იდეებს ხშირად არაპრაქტიკულად ან უაზროდ აღიქვავენ. მიწა ჰაერის იდეებს ზედმეტად აბსტრაქტულად და მიუღწევლად მიიჩნევს, იმიტომ რომ თვითონ არის მიწა რეალურია, უფრო ხელშესახებია, უფრო კონკრეტული მომენტის ნიშანია, ხო? და
ზუსტად მაგიტო. წყალი ფიქრობს, რომ ჰაერის ნიშნებს ემოციური სიღრმე აკლიათ, ცეცხლის ნიშნებთან ჰაერის ნიშნებს აქვს ძლიერი თავსებადობა, ცეცხლი ჰაერს თავაზობს ახალ შესაძლებლობებს, ჰაერი ცეცხლს ინტელექტუალურ სტიმულს აძლევს. თუმცა ცეცხლისთვის ჰაერის ზედმეტი ფიქრი არის დამღლელი, რადგან ცეცხლის ნიშანი მოქმედებას ამჯობინებს, ხოლო ჰაერის ნიშანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველაფერს გადაამოწმებს ხოლმე და მის აწონ-დაწონვას ცდილობს. ეხლა წყლის ელემენტი რო განვიხილოთ, წყლის ნიშნებს აქვთ დაბადებიდანვე განცდა, რომ გარდა ხელშესახები სამყაროს არსებობს რაღაც ამ ფაქტორების მიღმა, რაღაც უხილავი და მნიშვნელოვანი ძალები, ხო? ამ ყველაფრის მიღმა. წყლის ნიშნები ღრმად არიან დაკავშირებული თავიანთ ემოციებთან და როგორც წესი შეუძლიათ ისეთი ნიუანსების და დეტალების აღქმა, რაც სხვებს გამოეპარებათ ხოლმე. წყალი წარმოადგენს ღრმა ემოციების და შინაგანი რეაქციების სამყაროს, რომელიც შეიძლება იყოს ქვეცნობიერი ვნებები და შიშები, გადამეტებული ემოციური მიჯაჭვულობა, უპირობო სიყვარული და თავდადება, რადგან გრძნობები ხშირად რჩება ქვეცნობიერში, წყლის ნიშნებს ძლიერი ინტუიცია აქვთ, მაგრამ ხშირად საკუთარ მოტივებს ვერ აცნობიერებენ ხოლმე, ანუ რატო აკეთებენ კონკრეტულ რაღაცას. ეს ძირითადად იმართება ქვეცნობიერი იმპულსებიდან. წყლის სტიქის ადამიანებისთვის, როცა მათი ძლიერი მხარეები რო განვიხილოთ ახლა, ეს არის ემოციური ინტუიცია, როცა წყლის ნიშნები თავიანთ სიღრმეებს ქვეცნობიერად ეკიდებიან, ისინი ძალიან ემოციურები, მგრძნობიარეები და მედიუმი, ანუ ენერგეტიკის შემგრძნები ადამიანები ხდებიან ხოლმე. მააქვთ ძალიან დიდი თანაგანცდის უნარი, შეუძლიათ სხვების ემოციების ღრმა შეგრძნება და მათთან ემპათიური კავშირის დამყარება და ზუსტად ამიტომ არის დაკავშირებული წყლის სტიქია მაკურნებელ ძალასთან, ხო? შინაგანი სიბრძნე და სულიერი განვითარება წყლის ნიშნები ხანგრძლივი შიდა ტრანსფორმაციებით იზრდებიან და მათ სუსტი მხარეებიც აქვთ, რომელიც შეიძლება გრძნობების ტყვეობაში ყოფნით გამოიხატოს, როცა საკუთარ ემოციებს ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, მათზე ქვეცნობიერი შიშები და ვნებები ზემოქმედებს და მათი ცხოვრება იმართება ზუსტად ამ ქვეცნობიერებიდან, როცა ვერ აცნობიერებენ. შემდეგი არის მგრძნობელობის ზედმეტი დონე, მცირე ემოციურ ტრამვასაც კი შეუძლია წყლის ნიშნები ძლიერი თავდაცვითი რეაქცია ჩაურთოს მათ. დრამატიზაციისკენ არიან მიდრეკილები და ძალიან კარგი არიან ამიტომ თეატრში, ან კინოში, ნებისმიერ სამსახიობო ხელოვნებაში. თუ მათი ცხოვრება ძალიან სტაბილურია, შესაძლოა გაუცნობიერებლად ქაოსი თავად გამოიწვიონ და ემოციური ბურუსი შექმნან, ხო? მათი ურთიერთობა რო განვიხილოთ სხვა ნიშნებთან, მიწის ნიშნებთან არიან დადებით ურთიერთობაში, მიწა წყალს სთავაზობს სტაბილურობას, რაც დამამშვიდებელია წყლის ნიშნებისთვის. ჰაერის და ცეცხლის ნიშნებთან წყლის ნიშნები ზოგჯერ ზედმეტ ენერგიას ვერ იტანენ და მათთან ურთიერთობა ხდება დამღლელი წყლის ნიშნის ადამიანებისთვის, როცა ჭარბად არის ამ ნებისმიერი კონკრეტული ენერგია გამოხატული ადამიანში. შემდეგ ამასაც ჩავშლი, ეხა ზოგადად აღწერებს ვიძახი, თუმცა როგორ უნდა ვნახოთ თითოეულ რუკაში სტიქები როგორ უნდა დავითვალოთ, შემდეგ როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი სტიქის სიჭარბე გვაქვს, რომლის ნაკლებობა გვაქვს, ეგ ყველაფერი როგორ განსაზღვროთ, აქ ყველაფერს შემდეგ ლექციებში აგიხსნით უკვე. ზოგადად წყალს აქვს დიდი ძალა, ყველა ელემენტიდან ბრძენმა უნდა აერჩიოს წყალი თავის მასწავლებლად, იმიტომ რომ წყალს ესეთი თვისება, რომ ის გზას მაინც პოულობს და უპირისპირდება ნებისმიერ დაბრკოლებებს. რა კლდერო, ანუ რაღაცა ისეთი ქვა, კლდერო დაუდო, ის იმასაც გამოჭრის თავისი მოქმედებით. დრო ჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც აკეთებს წყალი თავის საქმეს. წყლის ელემენტი ასახავს გონებრივი და სულიერი გაღვიძების პროცესს. წყლის ნიშნებმა იციან, რომ საკუთარი შინაგანი სამყარო უნდა დაიცვან, რათა სიღრმისეული განცდების და ჭეშმარიტი ცოდნისკენ წაიყვანონ საკუთარი თავი. მათი შინაგანი სიმშვიდის ძიება ხანგრძლივი და ხშირად მტკივნეული პროცესია, მაგრამ საკუთარი ემოციების გააზრება და მიღება მათ შინაგან ჰარმონიას მოუტანს. რაც შეეხება მიწის ელემენტს, ადამიანი, რომელიც ამ ელემენტთან არის მჭიდრო კავშირში, კარგად გრძნობს საკუთარ გრძნობებს და ფიზიკურ სამყაროს.
მისთვის მნიშვნელოვანია აქ და ახლა არსებული რეალობა. მიწის ნიშნები უფრო მეტად ეყრდნობიან გრძნობებს და პრაქტიკულ გონებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნიშნები. თეორიული შეხედულებები თუ ინტუიცია მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც რეალობა, ხო? კარგად იცნობენ იმ ფორმების სამყაროს, რომელსაც გრძნობები და პრაქტიკული აზროვნება რეალურად აღიქვავს. მათი თანდაყოლილი გაგება მატერიალური სამყაროს ფუნქციონირებაზე უფრო მეტ მოთმინებას და თვითდისციპლინას ანიჭებს მათ, ვიდრე სხვა ნიშნებს. მიწის ნიშნებს არ ჭირდებათ ახსნა თუ როგორ იშოვონ საარსებო სახსრები, იმიტომ რომ თანდაყოლილი ცოდნით არიან დავადებული ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენონ რესურსები, ხო? ის გამოირჩევა როგორც წყალი, გამძლეობით და სიძლიერით, რაც მიწის ნიშნებს საშუალებას აძლევს ყოველთვის უზრუნველყო საკუთარი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსაკუთრებული ენერგიულობით არ გამოირჩევიან საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი აზრის დაცვას არ მოერიდებიან განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი უსაფრთხოება ან კონკრეტული პოზიციები არის საფრთხის ქვეშ. მიწის ნიშნები ფრთხილი, წინდახედული, კონვენციური და გამორჩეულად საიმედო პიროვნებები არიან. მათ მარტივად შეუძლიათ უნდობლობის განცდა, უფრო ცოცხალი და ცვალებადი პიროვნებების მიმართ. განსაკუთრებით კი ჰაერის ნიშნებისადმი. თუმცა ამავდროულად ისინი გარკვეულწილად მათითაც არიან აღფრთოვანებული. მიწის ნიშნები აცნობიერებენ, რომ ჰაერის ნიშნები დაფრინავენ ღრუბლებში და ხშირად ბავშვებივით თამაშობენ შეუსრულებელი იდეებით. მათ ასევე ეჭვი აქვთ, რომ ცეცხლის ნიშნებს შეუძლიათ მიწის გამოშრობა, რადგან ისინი ზედმეტად სწრაფად და ენერგიულად მიიწევენ წინ. მიწის ნიშნებს ყველაზე მეტად წყლის ნიშნებთან აქვთ ბუნებრივი თანხვედრა, გრძნობენ, რომ წყალი მათ ახალ სიცოცხლეს ძენს და მათ პროდუქტიულობას უწყობს ხელს, თუმცა მიწის ნიშნების ძლიერი მხარეები შესაძლოა მათი ყველაზე დიდი სუსტი წერტილიც გახდეს. პრაქტიკულ საკითხებში ზედმეტი ჩაღრმავება შეიძლება მათი წარმოსახვის შეზღუდვის მიზეზად იქცეს, რადგან ისინი ზედმეტად ეკიდებიან იმას, თუ როგორ არის ან როგორ ჩანს სამყარო. ეს მიდრეკილება შეიძლება გამოიხატოს შეხედულებების სიფრთხეში, რუტინაში და წესრიგზე ზედმეტად მიჯაჭვაში და აბსტრაქტული თეორიული საკითხების მიმართ სრული გაუგებრობით, ხო? მიწის ნიშნებს ყველაზე მეტად ჭირდებათ გაიხსნან უხილავი სამყაროს რეალობისთვის და თავიანთ ქმედებებს უფრო მეტად იდეალებით უხელმძღვანელონ, იმიტომ რომ მიწის ელემენტთან მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანებს უმეტესწილად ბუნებრივად ესმით, როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს და როგორ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და თუ ამ ყველაფერს პლუს ამას დააკავშირებენ რაღაც დიდი იდეალებს და უფრო სულიერებას, უფრო პროდუქტიული და უფრო წარმატებული იქნება ეს ყველაფერი მათთვის. 4 ელემენტი ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპის არსის გასაგებად არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ამ კონტექსტში თვითონ მზის ელემენტის შესწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც წესი ეს ელემენტი ადამიანის ზოგადი ფსიქოლოგიური თავისებურებების განსაზღვრელი ფაქტორია. მზის ნიშნის ელემენტი გვიჩვენებს თუ საიდან მოვდივართ, ანუ სად გვაქვს ფესვები, სად არის ჩვენი ცნობიერება, რომელი ცხოვრებისეული გამოცდილება ან ქმედებები გვავსებს ენერგიით და ძალით. ის ასევე გვიჩვენებს რას აღიქვავს ადამიანი რეალურად, რადგან ჩვენი ქვეცნობიერი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა არის რეალური, განსაზღვრავს, რაზე ვკონცენტრირდებით ზოგადად ცხოვრებაში, ხო? ეს ბუნებრივია და ლოგიკური. ჰაერის ნიშნები აბსტრაქტული იდეებისა და ფიქრის სამყაროში ცხოვრობენ, ეს ვიცით უკვე, მათთვის აზრები არის ისეთივე რეალური, როგორც ნებისმიერი მატერიალური საგანი, ხო? წყლის ნიშნებში, ემოციებში არიან ჩართულები უფრო წყლის ნიშნები უფრო მეტად და მათი ქცევები უმეტესწილად მათ ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ცეცხლის ნიშნები ენერგიული, შთაგონებული მოქმედების მდგომარეობაში იმყოფებიან და ეს ცხოვრების სტილი მასთვის არის გადამწყვეტი, რათა ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. მიწის ნიშნები კი ფესვგადგმული არიან მატერიალისტურ სამყაროში. მათთვის ყველაზე რეალური არის მიწიერი საჭიროებები, როგორიც არის გადარჩენა, პროდუქტიულობა, პრაქტიკული მიზნების დასახვა და მიღწევა. შეიძლება ითქვას, რომ მზის ნიშნის ელემენტი
გვიჩვენებს იმ ძირითად შინაგან ძალას, რომელიც ჩვენს ქმედებებს აყალიბებს და ამოძრავებს. ჰაერის ნიშნებს მოტივაციას მათი ინტელექტუალური შეხედულებები აძლევს, წყლის ნიშნებს უფრო ღრმა ემოციური სურვილები, ცეცხლის ნიშნებს შთაგონება და მიზნები, ხოლო მიწის ნიშნებს მათი მატერიალური საჭიროებები ან რეალისტური მიზნები, ხო? მზის ნიშნის ელემენტი ასევე გვაძლევს წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ უყურებს ადამიანი ცხოვრებას და რა მოლოდინები აქვს მისგან. აქაც კარტერის ელემენტების ფსიქოლოგიური მნიშვნელობები ზუსტად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ამ კარტერის წიგნში, ენციკლოპედიის შესავალში. ცეცხლის ნიშნებთან დაკავშირებით კარტერი აღნიშნავს, რომ ეს ნიშნები საკუთარ თავს აღიქვავენ როგორც სიცოცხლის პრინციპის პროექციას ბუნებაში, რომელიც მოქმედებაში ვლინდება. ისინი მუდმივად ეძებენ პოზიტიურ გამოცდილებას ქმედებების საშუალებით. წყლის ნიშნები საკუთარ თავს ბუნებაში უფრო მოწყვლად და საჭირო დახმარების საჭიროებად განიხილავენ. ისინი სიცოცხლეს ინარჩუნებენ იმით, რომ სხვათა გრძნობები ესმით და მათ ემოციურად ერგებიან. ეს უნარი შეიძლება იყოს როგორც ძლიერი დამხმარე, ასევე მზაკრული იარაღი, რა თქმა უნდა, თუ დისფუნქციურად გამოიყენებთ. მიწის ნიშნები ბუნებას აღიქვავენ როგორც სიცოცხლის რეალიზაციის სივრცეს, მათი ინსტინქტური კავშირი მატერიალისტურ სამყაროსთან მათ შესაძლებლობას აძლევს სიცოცხლე ბუნებრივი პროცესების გამოყენებითა და მართვით განავითარონ. ჰაერის ნიშნები ბუნებას ისეთ რამედ აღიქვავენ, რაც უნდა იყოს გაგებული და გამოყენებული, თუმცა მათი აზრით, სწორედ გამოყენებისთვის მისი არსი სრულად შეცნობა არის აუცილებელი. ჰაერის ელემენტის ინტელექტუალური პრინციპი სიცოცხლეს იმით უწყობს ხელს, რომ იგი გვიხსნის გზას ბუნების სპონტანური პროცესების გასაგებად. ჰაერის და მიწის ელემენტების ურთიერთდამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო არის იმით, რომ ვენერა და მერკური და სატურნი ორივე ელემენტის ნიშნებში ასრულებენ მთავარ როლს. ეს შემდეგ უფრო კარგად რო ვისწავლით, იქ გავიგებთ თუ რატო, თუ ეხა არ ვიცით. მზის ნიშნის ელემენტის შესწავლისას ჩვენ საინტერესო დასკვნებამდე მივდივართ, განსაკუთრებით ენერგეტიკული განწყობების მხრივ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარი ენერგეტიკული ველი სულ გააძლიეროს გამუდმებით. ჩვენ ვერ შევძლებთ მზის ნიშნის ძირითად ენერგიასთან კავშირის შენარჩუნებას, თუ ვერ მოახერხებთ, აღმოვაჩენთ, რომ გადაღლილები ვართ და ზუსტად ის ელემენტი პირდაპირ გაგებით რო გავიგოთ, ეხა გვაკლია და რაღაცა ვჯდებით, ხო, დაგვიჯდა ელემენტები. თუ ზუსტად ამ ელემენტთან დავკარგეთ კავშირი. ამ ენერგიის შევსება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვა გზით. ეს იქნება, რა ვიცი, გააჩნია რომელი ელემენტისთვის. უფრო კარგად გასაგებად, რო ვთქვათ, მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად ჰაერის ელემენტის მქონე ადამიანი, რომელიც ცდილობს არ გამოიყენოს თავისი ინტელექტუალური მოთხოვნილებები და შესაძლებლობები და უფრო ფიზიკურად იშრომოს და ესე იშოვოს საარსებო წყარო თუნდაც, თავს გამოფიტულად და ისე იგრძნობს რა, ცუდად. მიხვდება, რომ რაღაცა სასიცოცხლო ძალა ეცლება, ზუსტად იმიტომ, რომ თავისი ელემენტის კონსტრუქციულ თვისებებს არ იყენებს და მაგ რუკიდან გამომდინარე სხვა ფაქტორებით მიდის თავისი ცხოვრება, ხო? ანუ მზის ნიშნის ელემენტი არის აწვავი, რომელიც გვჭირდება, რათა თავი ცოცხლად ვიგრძნოთ. ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული ენერგიის ძირითადი წყარო და ის ძალა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას განვაახლოთ საკუთარი ენერგია და გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია კომპენსირება. თუ ადამიანი დიდ დროს უთმობს საქმეს, რომელიც მის ელემენტთან არ არის შესაბამისობაში, რეალურად უნდა მოვძებნოთ ისეთი საქმე, რომელიც ელემენტს შეესაბამება, ჩვენი მზის ელემენტს. მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანი გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს კმაყოფილიც და ბედნიერიც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ ელემენტის გათვალისწინებას, ხო? ზოგადად ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ენერგია აღვნიშნოთ თუ იმ აქტივობებით დავკავდებით, რომელიც ჩვენთვის საჭირო საწვავით ელემენტებით გვამარაგებენ. მაგალითად, წყლის ნიშნებს ჭირდებათ კონტაქტი სხვა წყლის ნიშნებთან, ღრმა ემოციური ჩართულობა ყველაფერში, რასაც აკეთებენ. ისინი ვერ დისტანცირდებიან საკუთარი ემოციური გამოცდილებისგან, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი საქმიანობა, რომელიც საშუალებას
სრულიებას მისცემს თავისი გრძნობები გამოხატოს სრულად. ცეცხლის ნიშნის ადამიანებს ჭირდებათ შეხვედრები სხვა ცეცხლის ნიშნის ადამიანებთან და ამით ისინი რაღაცა მოტივაციას, შთამაგონებელ მიზნებს იღებენ, ან ისეთი საქმიანობა, სადაც ეს ყველაფერი ბუნებრივად ეძლევათ მათ, რომელიც მათ აქტიურობას და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. მიწის ნიშნებისთვის აუცილებელია მატერიალური ვალდებულებების აღება, რადგან მათთვის საუკეთესო სტიმული არის რეალური კონფრონტაციები სამყაროსთან. ისინი ყველაზე მეტ ენერგიას ზუსტად მაშინ ავლენენ, როცა პრაქტიკული წარმატებით ამტკიცებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მიწის ნიშნის ენერგიის აღდგენა ასევე შეიძლება მიწის ნიშნებთან ურთიერთობებით. ჰაერის ნიშნებს სჭირდებათ რეგულარული კონტაქტი თანამოაზრეებთან. ჰაერის ნიშანი ხო ეგ ახლა ყველა სტიქიის ადამიანს შეგრია კონტაქტი იმავე სტიქიის ადამიანთან, თუმცა ჰაერის სტიქიის შემთხვევაში ეს საჭიროება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმიტომ რომ თვითონ კომუნიკაცია და ეს რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ჩვენ ვიცით ჰაერის სტიქიისთვის და სოციალურ სივრცეში იდეების გაზიარება, ან ისეთი საქმიანობა, რომელიც ინტელექტუალურ თავისუფლებას და სტიმულს თავაზობს მათ. ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად შევეწყოთ იმ ენერგიას, რომელიც გვჭირდება, თუ უშუალო ფიზიკურ კონტაქტში შევალთ ჩვენ ელემენტთან, მაგალითად მიწის ნიშნები შეიძლება მიწა ენერგია უშუალოდ მიწიდან აიღონ, მიწასთან მუშაობიდან, ცეცხლის ნიშნები მზისგან ან ფიზიკური აქტივობისგანაც იღებენ ძალიან კარგად ენერგიას და ასევე წყლის ნიშნები წყლისგან იღებენ კარგად ენერგიას, რომელიც დამჩა მიწა, ვთქვით, წყლის ნიშნები წყლისგან, მიწის ნიშნები მიწისგან, ცეცხლის სტიქები ნიშნები მზისგან და ჰაერის ნიშნები უკვე ჰაერისგან, თვითონ სუფთა ჰაერზე ყოფნა და კონტაქტები მათ ძალიან ეხმარება. უშუალოდ თვითონ ბუნებაში გამოვლენილი ელემენტის ამ ფორმებისგან იღებენ თვითონ ძალიან დიდ ენერგიას ამ სტიქიის ადამიანები. ცეცხლის სტიქიაში არის ესეთი ტენდენცია შემჩნეული, რომ თუ ის დიდხანს იმყოფება რაღაც დახურულ სივრცეში, ან სადაც გარეთ გასვლა არ შეუძლია, შეიძლება მის ფიზიკურ ჯანმრთელობას შეექმნას დიდი საფრთხე. სწორედ ამიტომ, როცა ამ ადამიანებს მაგალითად ფიზიკური ტრამვები აქვთ და უწევთ იზოლაცია გარკვეულ პერიოდში, ეს მათში რაღაც დეპრესიულ გრძნობებსაც იწვევს ხოლმე. ასევე ცეცხლის ნიშნების ენერგია დღის განმავლობაში, როცა მზე არის ზენიტში, უფრო დიდია, ხოლო ღამით ხშირად უფრო სუსტად ან დაბნეულად გრძნობენ თავს, ან ენერგიის ნაწილი შეიძლება ზაფხულში დაგროვდეს და შემდეგ ცივ სეზონში გაიხარჯოს, ეს ტენდენციაც არსებობს. თუ დიდხანს გავატარებთ მაგალითად ზაფხულში მზეზე, შესაძლოა ზამთარში უფრო ნაკლები ვიავად მყოფოთ, თუ ვართ მზის ნიშნის წარმომადგენელი, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ადამიანი მზის ნიშნით, ხო? შემდეგი ესეთი ის გვაქვს ფსიქოლოგი რალფ მეცნერის კვლევა, რომელიც მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტში და სხვადასხვა ელემენტის მქონე ადამიანებს აკვირდებოდა და გააკეთა დასკვნები, რომ 4 ელემენტი ადამიანს 4 განსხვავებულ ტიპს ასახავს, რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება სხვადასხვა სისწრაფით და ფორმით ახდენენ. ამ განსხვავებული მდგომარეობის გამო თითოეული ეს ტიპი კონფლიქტებს და დაბრკოლებებს განსხვავებულად უმკლავდება. ჰაერის ნიშნები ხშირად ცდილობენ კონფლიქტის თავიდან არიდებას ან მის გადაფრენას, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით შეიძლება გაბრაზდნენ, ხო, ადამიანზე, მაგრამ თვითონ კონფლიქტის მომენტში იქცევიან ძალიან თავაზიანად. წყლის ნიშნების ადამიანებს ასევე ახასიათებს ტენდენცია, რომ გაურბიან კონფლიქტებს და ცდილონ გვერდი აუღარონ ნებისმიერ შემთხვევაში ამ კონფლიქტს. აქ ხა მორიელს არ გულისხმობთ, ის ხშირად თვითონ ეძებს კონფლიქტს, იმიტომ რომ ზუსტად სტრესულ სიტუაციებში ვლინდება მისი არსი. მიწის ნიშნები არიან თავისი სიჯიუტით ცნობილი და თვლიან, რომ კონფლიქტი მათ ღირსებას არ შეესაბამება, ისინი დაბრკოლებებს თანდათან ითვისებენ და განიცდიან. ყურო არასდროს არ ეძებს მაგალითად კონფლიქტს, მაგრამ თუ მასეთ მეტად გააღიზიანებენ, შეუძლებელი ძალით წარმოუდგენლად შეუძლია დიდი მრისხანება გამოავლინოს ჩვენთვის წარმოუდგენელი რა.
ცეცხლის ნიშნები ცდილობენ დაბრკოლებების გადაწვას, ბუნებრივია, საკუთარი ძალის დემონსტრირებით მათ დაშინებას, მრისხანებას, ხო? ისინი იშვიათად იჩენენ ტაქტს. ჩვენ გვაქვს კიდევ ესეთი ლუის სარჯენტის ნაშრომი, რომელიც თავის ამ ნაშრომში მნიშვნელობას ანიჭებს ელემენტებს, რომლებიც ადამიანის პრობლემების გადაჭრის სტილის გაგების საშუალებას გვაძლევს. ეს არის ცეცხლის ნიშნები პრობლემებზე, როგორ რეაგირებენ, ეს არის ინტენსიური, პირდაპირი, ცდილობენ გადაჭრას და ხშირად არიან იმპულსურები. მიწის ნიშნებს პრაქტიკული და ხელშესახები შედეგები ჭირდებათ, მათ როგორც წესი ჯანსაღი აზროვნების უნარი აქვთ, თუმცა რამდენად იყენებენ ამ ყველაფერს, ეს უკვე სხვა საკითხია. ჰაერის ნიშნები კარგად აფასებენ სიტუაციას და ძირითადად სანამ იმოქმედებენ, ჯერ ფიქრობენ. წყლის ნიშნები მეტად ემოციურები, მგრძნობიარენი და ინტუიციურები არიან, მათ პრობლემის გადაწყვეტას, გარემო პირობების შეცვლას ადაპტირებით ელოდებიან. ანუ თვითონ არ მოქმედებენ რა. ელემენტების გაგება ჩვენთვის შემეცნებას ამდიდრებს და გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიად, როგორ დავაკმაყოფილოთ ჩვენი საჭიროებები და როგორ განვიახლოთ, შევივსოთ ჩვენ სასიცოცხლო ენერგიით. ელემენტები ასევე გვიჩვენებენ, როგორ შევინარჩუნოთ და მივმართოთ ჩვენი ენერგია ყველაზე სასარგებლოდ. თუ ჰოროსკოპში არის ცეცხლის სტიქიის ნაკლებობა, მაშინ აქ სასიცოცხლო ენერგია და შთაგონება დასუსტებული, სავარაუდოდ საჭმლის მონელებაც არ იქნება ძლიერი, ადამიანს აკლია ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა, აქვს დაურწმუნებლობის განცდა და ცხოვრებაში გამოწვევებისადმი შიში. გამოცდილების ფსიქოლოგიური შედეგები ძალიან დიდხანს რჩება მის გონებაში, ვისაც ცეცხლის სტიქი აქვს ცოტა. ცხოვრების სიხარულის ნაკლებობა და უმწეობის შეგრძნება ხშირად შეინიშნება და რეკომენდირებულია ფიზიკური აქტივობები, რომელიც ცეცხლის ენერგიას გააძლიერებს, სწორი კვება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიწის ელემენტიც არის სუსტი, რადგან ასეთი ადამიანისთვის მძიმე საკვების მონელება იქნება ძალიან რთული. ყველა აქტივობა უნდა იყოს ზომიერი, რათა არსებული ენერგია არ გამოიფიტოს. თვითონ ეს ენერგიაც რო არ გავხარჯოთ, ძალიან ისე დაგიგმილად და ზუსტად უნდა შეირჩეს ის ან მივცეთ ადამიანის რჩევები, ან შეურჩიოთ, ხო, ეს ყველაფერი. საერთოდ ასეთი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან დიდი მოთმინებით და ძლიერი მარსი ან მზის ენერგია მათ მდგომარეობას ნაწილობრივ აბალანსებს ხოლმე. ცეცხლის როცა ზედმეტი არის ჭარბად არის გამოხატული ადამიანის ჰოროსკოპში, ხშირად ადამიანები არიან აქტიურები, შეიძლება გულგრილი იყოს სხვების მიმართ, იმპულსური და დაუფიქრებლად მოქმედებდეს. ეს გულგრილობა პირდაპირი გაგებით არ არის. ეს არის ესეთი გულგრილობა, როცა იმდენად კონცენტრირებული ადამიანი საკუთარ მიზანზე თუ რა უნდა თვითონ ვეღარ ამჩნევს რა, იმდენად სწრაფად მიდის წინ, ვერ ამჩნევს რას აზიანებს და ვეღარ ამჩნევს სხვა ადამიანის ემოციებს. და ამას უკავშირდება უჭირს დასვენება და მუდმივად ეძებს ახალ სტიმულს, როცა ჭარბად არის ცეცხლის სტიქია. თუ ეს ენერგია უკონტროლოდ ვითარდება, შეიძლება ორგანიზმის გამოფიტვამდეც კი მივიდეს ადამიანი. თუ არის ალკოჰოლის და ნარკოტიკების გამოყენება, შედეგი შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე დადგეს. ასეთ ადამიანებს ურჩევენ წყლის ან ჰაერის ელემენტის ენერგიასთან მეტი კავშირის დამყარებას, რადგან ეს შეამცირებს ცეცხლის იმპულსურობას და მოუტანს მეტ ემოციურ ბალანსს. როგორც კარტერი აღნიშნავს, ცეცხლის ელემენტის ჭარბი გავლენა ადამიანს მთლიანად თანთქავს და უკან როცა მოვიხედავთ, მხოლოდ მის ჩონჩხს დავინახავთ. როცა არის ცეცხლის მეტობა და მისი რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ცუდ პირობებში, ცეცხლის ელემენტის სიძლიერე კონტროლს აღარ ექვემდებარება და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები, უხეშები, დაუნდობლები, ექსტრავაგანტურები და გადამეტებულები ხდებიან საკუთარ მოქმედებებში. ისინი გამოირჩევიან მგზნებარე, ამპარტავანი, საკუთარ თავზე შეყვარებული ქცევით და ავლენენ პრიმიტიულ ტენდენციებს. ეს იქნება თავმომწონეობა, ამპარტავნება, დიდებულებისკენ თვალის მომჭრელი, ფუფუნებისკენ მიდრეკილება. დადებით მხარეს ცეცხლოვანი ადამიანები ხასიათდებიან როგორც თვით მოტივირებული ინიციატორები, რომლებიც გაბედულად და ენერგიულად იწყებენ ახალ პროექტებს და იდეალებზე დაფუძნებულ წამოწყებებს, რომლებიც დიდ ძალისხმევას, გამბედაობას და ენთუზიაზმს მოითხოვს.
როცა გვაქვს ჰოროსკოპში მიწის ელემენტის ნაკლებობა, ადამიანებს, რომლებსაც მიწის ელემენტის ნაკლებობა აქვთ, მყარი კავშირი არა აქვთ ფიზიკურ რეალობასთან, არ ესმით სხეულის მატერიალური სამყაროს და მისი მოთხოვნილებების მნიშვნელობა და ისინი ხშირად აფრინავენ ღრუბლებში. რადგან არ არიან რაღაცა მიწიერ საჭიროებებზე მომართულები, ეს არის საკვები, ფული, საცხოვრებელი და ყოველდღიური პრაქტიკული საკითხების მნიშვნელობაზე კონცენტრირება არ არის ეს, არ შეინიშნება ასეთ ადამიანში. ასეთ ადამიანებს შეიძლება არ უნდოდეთ გაზრდილი პასუხისმგებლობების მიღება, ეს ბრწყალებში გაზრდილი პასუხისმგებლობა, ისინი რეალობის მოთხოვნილებისგან თავის არიდებას ცდილობენ მუდმივად. სანამ ცხოვრება მათ რეალურ გამოწვევებთან პირდაპირ დაპირისპირებას არ აიძულებს, მიწის ენერგიასთან გაუცხოებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრმა დაუცველობის და საკუთარი ადგილის ვერ პოვნის განცდა. ადამიანები მიწის სტიქიის ნაკლებობით ხშირად ვერ ერგებიან საზოგადოებრივ სტრუქტურას და უარს ამბობენ ჩარჩოებში, ესეც ბრწყალებში, ხო, ჩარჩოებში ყოფნაზე, რის გამოც მათთვის პროფესიული ან ცხოვრებისეული დანიშნულების პოვნა არის რთული. ასეთი ადამიანები ხშირად ეძებენ სულიერ შემოქმედებით ან ილუზორულ რეალობებს, რომლებიც მათთვის უფრო რეალური ჩანს, ვიდრე ფიზიკური სამყარო. შესაძლოა ისინი ჩაუღრმავდნენ სულიერ გზას, მოსახვით სამყაროს ან ხელოვნებას იმ იმედით, რომ გააღწევენ მატერიალური სამყაროს შეზღუდვებს. თუმცა მიწის ნაკლებობას დადებითი ემოციური მხარეც აქვს, ისინი არ ეგუებიან შესაძლებლობების შეზღუდვებს და წარმოიდგენენ უფრო ფართო და საზღვრებს მიღმა არსებულ შესაძლებლობებს და ზუსტად ეს შეიძლება რაღაც მომენტში გამოიყენონ დადებითად, ხო? თუმცა მათი წარმატება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ფიზიკური რეალობის აუცილებლობის გაცნობიერებამდე მივლენ, დადგებიან პირისპირ ამის წინაშე. როცა მიწის ნაკლებობა გვაქვს, ეს შეიძლება აისახოს ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც და ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური მოთხოვნილებების უგულებელყოფა. ასეთ ადამიანებს არ აქვთ სხეულთან კავშირი, რაც იწვევს არარეგულარულ კვებას, არასაკმარის მოძრაობას, არასათანადო დასვენებას. ხშირად აქვთ ასეთ ადამიანებს მოყვითალო ან ძალიან ფერმკრთალი კანი, რადგან სიცოცხლის ენერგია საკმარისად არ მოძრაობს ორგანიზმში. მეორე მხრივ, მიწის ძლიერად გამოხატული ადამიანები ხშირად ფლობენ მტკიცე, მკვრივ და ჯანმრთელ კანს, რომელიც ორგანიზმის ძლიერ ენერგეტიკულ ნაკადზე მიუთითებს. ამ ტიპის ადამიანებისთვის უმჯობესია შექმნან მკაცრი დღის რეჟიმი, რომელიც მოიცავს რეგულარულ კვებას მშვიდგარემოში, ზომიერ ფიზიკურ ვარჯიშს, საკმარის დასვენებას, მათთვის ფიზიკური სამყაროს რეალობის მიღება და მასთან შეგუება ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარონ და დაძლიონ, ხო? თუ ჰოროსკოპში მიწის ელემენტი არის სუსტი, მაგრამ ძლიერად არის გამოხატული სატურნი, ამას შეიძლება რაღაცა ნაწილობრივ დააბალანსოს და მეტი სტაბილურობა მისცეს ადამიანს, ხო? როცა გვაქვს ასევე მიწის ელემენტის ზედმეტობა, აქ არის მტკიცე მოჭიდება მატერიალურ სამყაროზე და ცდილობენ ესეთი ადამიანები ყველაფერი ისეთი დაინახონ, როგორიც არის, რის გამოც შეზღუდულად აღიქვავენ ცხოვრებას. უფრო რეალურობის, მატერიალურობის და ფიზიკურობის ჩარჩოში არიან მოქცეული. ასეთი ადამიანებს ზღვრული აზროვნება ახასიათებთ, მათ არ აქვთ იდეალებისკენ სწრაფვა ან შეუზღუდავი წარმოსახვა, რასაც ეხებიან ხელით, რასაც ხედავენ თვალით, მხოლოდ იმის ჯერად და სწამთ, ხო? მიწის ზედმეტმა გავლენამ შეიძლება ადამიანი ჩარჩოებში მოაქციოს, რის გამოც ის ვერ ხედავს ცხოვრების უფრო ფართო სურათს. ვერ აფასებენ საკუთარი ქმედებების შედეგებს. თუ ჰოროსკოპში ძლიერი ჰაერის ელემენტია, ეს გარკვეულწილად გაანეიტრალებს ამ მიდრეკილებას. თუმცა მიწიერი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ძალით და პროდუქტიულობით. მათ სჭირდებათ საქმე, რომელიც მათ პროდუქტიულ უნარებს სრულად გამოიყენებს. თუმცა თუ მათი კარიერა მოულოდნელად შეიცვალა, ეს შეიძლება მათი თვითშეფასებისთვის აღმოჩნდეს ძალიან დამანგრეველი, იმიტომ რომ მათი იდენტობა ძირითადად მათ საქმიანობაზე და კარიერაზე არის დაფუძნებული. ამგვარად
ამის გამო ამგვარი ადამიანები ხშირად ავლენენ ცინიზმს და სკეპტიციზმს, რაც ხშირად იბადება, როცა ადამიანს აკლია იდეალები და შთაგონება, რათაც თავისი ცოცხლეს აზრი შესწინოს. ან მისცეს ან დაუბრუნოს, ხო? თუმცა ეს გარკვეულწილად შეუძლია დააბალანსოს სლიერი ნეპტუნის ან იუპიტერის მდებარეობამ და მისმა ასპექტზე გააჩნია უკვე ეს ინდივიდუალურად რუკაში, როგორ არის უკვე განაწილებული, ხო? როცა ახლა ჰაერის სტიქიაზე გადავიდეთ, ჰაერის სტიქიის ნაკლებობა გვაქვს, აქ გამოხატული არის ამის პრობლემის აღქმა, დრო ეს არის პრობლემა, იშვიათად აქვთ ადამიანებს, ვერ აღიქვავენ პრობლემებს, ხო? ისინი ძალიან არიან ჩართული საკუთარ ქმედებებში, ემოციებში, მატერიალურ საკითხებში, რის გამოც ვერ აფასებენ თავიანთი ჩართულობის შედეგებს. თუმცა სწორედ ეს არარეფლექსიურობა, რაც მათ ახასიათებდა ცხოვრების ან საკუთარი თავის გააზრების უნარის ნაკლებობა, იწვევს სირთულეებს. მათ უჭირთ საკუთარი ქმედებების შედეგების დანახვა და მისგან დისტანცირება, რის გამოც ხშირად იჭრებიან რთულ სიტუაციებში, ან მძიმედ განიცდიან დაუკმაყოფილებელ ურთიერთობებს. ჰაერის ელემენტის ადამიანები ზოგადად გარე სამყაროსთან დაკავშირებაში ეხმარება ეს ელემენტი ხო ადამიანებს და სწრაფად ადაპტირებაში რაღაც ახალ იდეებთან. მისი ნაკლებობა კი შეუძლებლობას იწვევს გაიგონ ან მიიღონ განსხვავებული შეხედულებები და ადამიანები. ამგვარი ადამიანები ხშირად არ ენდობიან ინტელექტუალებს. ჰაერის ნაკლებობის მქონე ადამიანები ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ მათ, ვინც მეტისმეტად ბევრს ფიქრობს. თუმცა ჰოროსკოპში ეს შეიძლება დააბალანსოს ძლიერმა მერკურიმ. ჰაერის გავლენა ადამიანს ეხმარება ფართო სურათის აღქმაში, მაგრამ ჰაერის ნაკლებობის მქონე ადამიანები ხშირად ვერ იძენენ ობიექტურ ხედვას საკუთარი თავის შესახებ. ისინი იშვიათად ახდენენ საკუთარი ქმედებების ანალიზს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქალწულის ძლიერი გავლენა ამ ნაკლებობას აკომპენსირებს. ასევე მათ ძნელად გამოჩნდით რაღაცა გარკვეული დასკვნების გამოტანა და აზრების ზუსტად გამოხატვა. ზოგჯერ ეს ნერვიული სისტემის სისუსტეში ვლინდება და შეუძლებლობა სწრაფად მოერგონ ახალ იდეებს შესაძლოა ფსიქოსომატური პრობლემების მიზეზიც გახდეს. ასეთი ადამიანები შეიძლება აგრესიულად რეაგირებდნენ ახალ მათთვის მიუღებელ იდეებზე, რადგან ემოციურად და გონებრივად ვერ ახერხებენ მათ გადამუშავებას. ხშირად მათთან დაპირისპირებამ შესაძლოა ფიზიკური ავადმყოფობა გამოიწვიოს, ან მათ ისეთი ირაციონალური და აგრესიული ქცევისკენ უბიძგოს, რომელიც მიმართული იქნება საფრთხის წყაროს წინააღმდეგ. როცა ეხლა საპირისპირო გვაქვს, ჰოროსკოპში ჰაერის ელემენტი არის ჭარბად გამოხატული, ისინი არიან ჰიპერაქტიული გონების მქონე ადამიანები, რომელთაც კონტროლი და მიმართულება ჭირდებათ. ასეთი ადამიანები უფრო თავიანთ გონებაში ცხოვრობენ, ვიდრე რეალობაში. თუ მათ მიწისა და ცეცხლის ენერგია აკლიათ, რომ იდეების განხორციელებისკენ უბიძგოს, ისინი შესაძლოა სხვადასხვა საკითხების ზედაპირულ მკვლევარებად დარჩნენ, რომლებსაც არ აქვთ სიღრმე და მნიშვნელოვანი გავლენა. ასეთ ადამიანებს დამოკიდებულება აქვთ ჭარბ ფიქრზე, რის გამოც შეიძლება მოქმედების უნარი სრულად დაკარგონ და ფსიქოლოგიურ კრიზისებში ჩავარდნენ. მათი აზროვნება შეიძლება ან წარმოსახვის ბრწყინვალე სფეროში გადავიდეს, ან რეალობისგან სრულად მოწყვეტილ წარმოდგენებში ჩაიკეტოს. თუ მათ სწორი მენტალური დისციპლინა აქვთ, შეუძლიათ დიდი ნოვატორები გახდნენ ინტელექტუალურ სფეროში. აღსანიშნავია ზუსტად, რომ ნობელის პრემიის ყველაზე მეტი ლაურეატი ზუსტად არის ჰაერის ნიშნებით დაბადებული ადამიანები. ასევე ჰაერის ენერგიით ადამიანები შესანიშნავი კოორდინატორები არიან, რადგან შეუძლიათ განსხვავებული ადამიანები და იდეები ერთმანეთთან შეაერთონ. ჰაერის ენერგიის სიჭარბე შესაძლოა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევდეს. ასეთი ადამიანები ხშირად ვერ გრძნობენ თავიანთ სხეულს და მის მოთხოვნილებას, რის გამოც გონებრივი აქტივობით საკუთარ ენერგიას სრულად ამოწურავენ. მათი ნერვიული სისტემა არის ჰიპერაქტიული და ძალიან გრძნობი არის, რის გამოც ისინი ენერგიას უფრო სწრაფად კარგავენ ვიდრე სხვები. ამგვარი პირებისთვის მნიშვნელოვანია დროდადრო დაისვენონ, მედიტაცია გააკეთონ და სიმშვიდეში გაატარონ დრო
რათა ნერვიული სისტემა აღადგინონ და თავი დაიცვან მენტალური გადატვირთვებისგან. ასევე მათთვის აუცილებელია პროდუქტიული გარემოს შეცვლა პერიოდულად, იმიტომ რომ თავი დააღწიონ მუდმივ ფიქრებს, შფოთვებს და გონებრივ გადატვირთვას, ანუ გადაადგილებაც ეხმარება ამ ყველაფერში. როცა გვაქვს ჰოროსკოპში წყლის დისბალანსი და წყლის ნაკლებობა, ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფიზიკურ პრობლემათა ფართო სპექტრში შეიძლება გადაიზარდოს ეს ყველაფერი. ადამიანებს, რომლებსაც ჰოროსკოპში წყალი სუსტად აქვთ გამოხატული, უჭირთ სხვა ადამიანების გრძნობების გაგება და ნაკლები აქვთ ემპათიის და თანაგრძნობის უნარი. ასევე კონტაქტში ყოფნაც უჭირთ საკუთარ ემოციებთან და გრძნობებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უგრძნობი არიან საერთოდ, მაგრამ ხშირად არ იციან როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ ემოციებს. გრძნობის სამყარო მათთვის უცხო საფრთხეების ტერიტორიაა, სადაც მეტ სირთულეს ერიან, ვიდრე სასიამოვნო გამოცდილებებს. კიდევ უფრო ექსტრემალურ შემთხვევაში ეს ადამიანები შეიძლება ცივი, დისტანციური და ემოციურად რაღაცა გაძლიერებულები ჩანდნენ. მათ ზოგადად უჭირთ სხვებთან თბილი ემოციური კავშირის დამყარება, ზუსტად იმის გამო, რომ ემოციები მათი ცხოვრების რაღაც რაციონალურ ნაწილს წარმოადგენს და რაღაცა მასთან კავშირი შეიძლება რაღაც მენტალურად კონტექსტ წარმოადგენა რა არის, მაგრამ გრძნობების დონეზე არა აქვთ, ხო? ასეთი ადამიანები ხშირად ემოციებს მიიჩნევენ უმნიშვნელოდ, ვერ აღიქვავენ სხვებში იმას, რასაც საკუთარ თავში ვერ იღებენ. ამის მცდელობაში, რომ ემოციურად იყვნენ დამოუკიდებლები, ხშირად მთლიანად ბლოკავენ საკუთარ ემოციურ მხარეს. ეს არის სუფთა ფსიქოლოგიური მომენტი, ხო? თუმცა ეს ქვეცნობიერად მათ იმ ადამიანებზე დამოკიდებულს ხდის, რომლებიც ემოციებს გამოხატავენ თავისუფლად. წყლის ნაკლებობა ასევე ნიშნავს უნდობლობას ინტუიციის მიმართ. ასეთი ადამიანები ვერ ენდობიან საკუთარ თავს, რადგან ემოციებს უმნიშვნელო შემაწუხებელ ფაქტორებად აღიქვავენ. მაგრამ როგორც კარლ გუსტავ იუნგი უშუალოდ ხას, ყველა ის განცდა, რომელიც ადამიანი ცხოვრებაში არ უშვებს, რომელსაც ადამიანი არ უშვებს თავის ცხოვრებაში, ქვეცნობიერად მაინც აგრძელებს ზემოქმედებას. ამიტომ წყლის ნაკლებობის მქონე ადამიანები ხშირად გაურბიან სხვების მცდელობებს, ემოციური სიცარიელიდან გამოიყვანონ. მიუხედავად ამისა, ქვეცნობიერად თავადვე ცდილობენ დახმარების მიღებას, მაგრამ ისე მოუხერხებლად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ ეს მხოლოდ შიშსა და შინაგან ტკივილს ამჟღავნებს. ამ დისბალანსის მქონე ადამიანებმა ემოციური სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოიპოვონ, თუ თანდათანობით მისცემენ თავს უფლებას ემოციების დინება გაათავისუფლონ და გაუმკლავდნენ იმ ტკივილს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ. ზუსტად ამ ემოციების გამოუხატველობის გამო. მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტკივილის ძლიერი შიშია, რის გამოც ემოციურ საჭიროებებს აიგნორებენ და შედეგად უფრო მეტ ტანჯვას განიცდიან. როცა ეს წყლის ნაკლებობა გვაქვს, ფიზიკურ დონეზე ხშირად სერიოზულ დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს. ძირითადად ეს უკავშირდება ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას. წყლის ელემენტი ვიცით, რომ არის გამასუფთავებელი და მკურნელი, გამწმენდი ორგანიზმის და მისი ნაკლებობისას ემოციური და ფიზიკური ნარჩენები ორგანიზმს წამლავს ძალიან ნელა. ამ მდგომარეობამ ბევრი სხვადასხვა ფიზიკური სიმპტომი შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ მათი გამოსწორების გზა ყოველთვის ერთია, ეს არის სრული ფიზიკური და ემოციური განწმენდა. აიქიმა სტოუნმა თავის კვლევებში და აქ აღნიშნა, რომ ფიზიკური დაავადების 90-95% წყლის ელემენტი და ემოციური მდგომარეობა დაავადებებში ძალიან დიდ როლს თამაშობს. წყლის ნაკლებობის მქონე ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან დაავადებების მიმართ. საინტერესოა, რომ ბევრი ბუნებრივი მკურნალის ჰოროსკოპში ზუსტად წყლის ძლიერ გავლენას ატარებს, რაც კიდევ ერთხელ უშუავს ხაზს მის განკურნების უნარს და ძალას. ასეთი ადამიანებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და პერიოდული დეტოქსიკაციური დიეტები ან გონივრული მარხვა. მათ ძალიან გამოადგებათ ეს ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. თუ ისინი ცნობიერად იმუშავებენ ორგანიზმის და ემოციური მდგომარეობის განწმენდაზე, შეძლებენ ბევრი პრობლემის გადაჭრას, მათ შორის საკუთარ ემოციებთან და
ფსიქოსომატიკასთან დაკავშირებით და თავიდან აიცილებენ ძალიან მძიმე დაავადებებს, რომლებიც ტოქსიკურ მდგომარეობებს უკავშირდება. როცა არის პირიქით წყლის სიჭარბე, აქ არის თითქოს ღია ზღვაში მცურავი პატარა ნავი, რო შევადაროთ, რომელსაც არა აქვს არც საჭე, არც აფრები, არც ნიჩბები, არც კომპასი. ისინი ზედმეტად ადვილად ექცევიან გარე გავლენების ქვეშ, თითქოს ქარში მოფარფატე ფოთლები არიან. ამიტომ ისინი ხშირად ზედმეტად გრძნობიარეები და ემოციურად დამოკიდებული ხდებიან სხვა ადამიანებზე და მათ ემოციები ისე მართავს, რომ კონტროლი აქვთ სრულიად დაკარგული. ამ დისბალანსის მქონე ადამიანებს ყველა სახის შთაბეჭდილების სწრაფად აღქმა ახასიათებთ, რაც შეიძლება ღრმა ინტუიციაში გამოიხატოს, ან მცირეს დეტალებზე ძალიან გადაჭარბებულ ანუ ელემენტალურზე შეიძლება ძალიან ისეთი რეაქცია მისცეს რა, სუყე ემოციური. თუ ემოციები მთლიანად უკონტროლოა და ადამიანი ყოველთვის შიშსა და თავდაცვით პოზიციაში იმყოფება, ეს მას სასიცოცხლო ენერგიას აცლის და ასუსტებს. ემოციური გადატვირთვის ყოველდღიურმა გამოცდილებამ შეიძლება სერიოზული გამოფიტვა გამოიწვიოს. ასეთი ადამიანები ხშირად გარე სამყაროსთან შეჯიდების ძალას ვერ პოულობენ, რის გამოც საკუთარ შინაგან სამყაროში იკეტებიან და რეალურ ცხოვრებას გაურბიან. ეს თავისთავად უკვე პრობლემაა, ხო? ეს ადამიანები შეიძლება ემოციებით და წინააღმდეგობრივი გრძნობებით იყვნენ სავსე, რაც განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა მათი მგრძნობელობა და თანაგრძნობა არ გამოიხატება აქტიურ ზრუნვაში სხვა ადამიანებზე. თუმცა თუ ისინი საკუთარ ჩაკეტილობაში დარჩენას გადალახავენ, შეუძლიათ განივითარონ ემოციური დამოუკიდებლობა, რომელიც დაფუძნებული იქნება მდიდარ შინაგან სამყაროზე და იდეალისთვის სრულ თვითშეწირვაზე. ისინი იმიტომ არიან ესეთი ემპათიურები, იმიტომ რომ ეს გამოწვეულია იმ გრძნობით, ისინი გრძნობენ, რომ სხვებს სჭირდება დახმარება და იმ მდგომარეობაში შესვლა შეუძლიათ რა, სრულიად შეგრძნება შეუძლიათ მეორე ადამიანის გრძნობების. მათ ხშირად აქვთ ცოცხალი ფანტაზია და ბუნებრივი მგრძნობელობა სულიერი და ოკულტური რეალობების მიმართ. მათი თითქოს და აბსოლუტური თავდადება სხვისი ცხოვრებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში არის გულწრფელი, თუმცა სხვებისთვის, ანუ გარედან რო შევხედოთ, ეს არის უბრალოდ როლი, რომელიც ნიღბავს მათ ეგოიზმს და მოთხოვნებს სხვა ადამიანების მიმართ, რათა საკუთარი შინაგანი სიცარიელე შეივსონ. ანუ ეს ბრალდებები ხშირად ისმის ხოლმე ესეთი წყლის ნიშნის ჭარბად გამოხატული მქონე ადამიანების მიმართ. ამ ტიპის ადამიანების სწორად გაგება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ვაცნობიერებთ, რომ ისინი პირველ რიგში ღრმა სურვილებისა და გაურკვევლობების მიერ არიან წარმართულნი, რომელთა განსაზღვრაც მართვის არის ძალიან რთული. სანამ ეს სურვილები ცნობიერების სრულ შუქზე არ იქნება გამოყვანილი, მათი ქცევა მუდმივად გამოჩნდება აუტანელი და მუდმივად იქნება წარმართული ქვეცნობიერი ინსტინქტებით, ხო? და თუ გამოვიდა, ეს მათ მოუტანს საბოლოოდ, თუ ცნობიერებაში გამოვიტანეს, მოუტანს საბოლოოდ ემოციურ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და ეს გარდაიქმნება შემდეგ მათი ეს ემპათიურობა მათვე განმაკურნებელ ძალად, ხო? როცა წყლის სტიქიის ძლიერი გავლენის მქონე ადამიანები გვაქვს, როცა ჭარბად არის გამოხატული წყლის სტიქია, ესეთი ადამიანები მიდრეკილები არიან ექსტრემალური ქცევებისკენ, რის გამოც რთულია ისეთი ზოგადი მახასიათებლების პოვნა, რომლებიც ერთნაირად მოერგება ყველას, თუმცა ვინც საკუთარ რუკაში ატარებს ასეთ კომბინაციას, გააჩნია პოტენციალი განავითაროს უმაღლესი სულიერი თვისებები, როგორც არის სიყვარული, თანაგრძნობა, თავდადება, მზრუნველობა, მაგრამ ასეთი თვითრეალიზაციის დონეს ვიცით, რომ აღწევენ ძალიან ცოტანი. ფიზიკური თვალსაზრისით წყლის ძლიერი გავლენა ნიშნავს, რომ სხეული მუდმივად გამოყოფს ტოქსინებს, როგორც ფიზიკურს, ისე ემოციურს. ამ გაწმენდის პროცესის ეფექტურობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იცნობს ადამიანი საკუთარ ემოციურ საჭიროებებს, რა თქმა უნდა, ხო? ესე იგი, დღეს დავასრულოთ ეს ლექცია, გავიარეთ ჩვენ ესე იგი ელემენტები და ვთარგმნეთ ბუნებაში არსებული სიცოცხლე, რომლის შემადგენელი სამშენებლო ბლოკები არის
ელემენტები იგივე სტიქიები გადავთარგმნეთ ადამიანში და ადამიანურ გრძნობებზე და ადამიანურ ენაზე. თუ როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი ადამიანში. და როგორ შეგვიძლია შევივსოთ ეს ჩვენი სასიცოცხლო ელემენტი, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ, ხო, ჩვენ ცხოვრებაში. შემდეგ უფრო პრაქტიკულ ნაწილებს ჩავშლით ნელ-ნელა შემდეგ ლექციებში, ხო, მაგრამ ჯერ უნდა გავიაროთ ესე დაშლილად ცალ-ცალკე ყველაფერი, რაც არის საფუძვლისთვის აუცილებელი და შემდეგ შევკრათ ეს ყველაფერი ერთიანად. მე ბოლო ლექციაში მოგცემთ აუცილებლად ამის ერთ მაგალითსაც, მაგ ვიდეოსაც ჩავწერო, ინტერპრეტაცია როგორ გააკეთოთ ამ ყველაფრის და დიდ მადლობას გიხდით, ვინც მისმენთ და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მადლობა დიდი.